ელისოს და გიორგის ბლოგი გაუქმდა და რა გაგვეშველება? სინამდვილეში ყველაფერი კარგად არის, ურთიერთობა რჩება, ბიზნესი რჩება, პროექტი რჩება, გავყავით მხოლოდ მედია. თუ ახლა ამ ვიდეოს ჩემ გვერდზე ნახულობ, გადმოდი ჩემთან, გამომიწერე და სულ რაღაც ერთ დღეში თითქმის 500 ადამიანმა გამომიწერა მხოლოდ ლაივიდან, მადლობა თქვენ. ჩვენი მთლიანი ძველი გვერდები იქნება ახლა ვინმე გიორგი კორძახია, რომელსაც შეიძლება პირადად არ იცნობდით და მე ვიქნებით ცალკე ელისო დავლიანიძე. TikTok-ს, Facebook-ს, Instagram-ს, YouTube-ს ყველაფერს ვიწყებ ნულიდან, 1500 გამომწერს თუ არ ჩავთვლით, რომელიდანაც დავიწყე. ამდენი მეგობარი შეიძლება თქვენს ნებისმიერს გყავთ და რადგან მომეცა ამის ტექნიკური შესაძლებლობა, გადავწყვიტე ეს ყველაფერი ვაქციო reality show-თ, რას გავაკეთებდი ნულიდან დამეწყო ყველაფერი. იმის მაგივრად რომ პედესტალიდან უკვე, რა ვიცი, 300,000 გამომწერიდან გესაუბრო რას გავაკეთებდი, პირდაპირ მნიშვნელობით შენ თვალწინ ავაშენებ ბრენდს ნულიდან. შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოვაქვეყნებ ყოველდღიურ ვიდეოებს, რას ვაკეთებ, რა მიჭირს, როგორ ვიღებ გადაწყვეტილებებს, ამიტომ გაქვს შანსი რომ გავითვალისწინო შენ რა გჭირდება. ამ ვიდეოს კომენტარებში დამისვი ყველა კითხვა, რაც ეხება რატო ვერ იწყებ, თუ დაიწყე და შეჩერდი, რატომ, რაში გაგიცურდა იმედები, რა გაგიჭირდა და გავითვალისწინებ რომ ამ კითხვებზე პასუხები მიიღო შემდეგ ვიდეოებში. გელოდები ქვემოთ.